გამარჯობა მოგესალმებათ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. გადაცემის წარმოდგენია PSP. მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ჩვენი გუნდის წევრ ონის ეცხადაძეს, როგორც ყოველთვის ყველა გადაცემაში. ჟურნალისტ მზია ამაღლობელს და ყველა პოლიტპატიმარს ძვირფასო მეგობრებო, ამით ვიწყებ ყველა გადაცემას. თავისუფლებას უსურვებ ყველას და იმედს ვიტოვებ, რომ მთავრობა გაითვალისწინებს, ეგრეთ წოდებული მთავრობა გაითვალისწინებს ქართველი ხალხის და ჩვენი პარტნიორების მოთხოვნას. გადაცემას ვიწყებ ცენტრალური და ძალიან მძიმე თემით. 2 დღის წინ ოცნების ერთ-ერთმა სახემ თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს ასამბლეაზე ვიზიტისას გააკეთა განცხადება, რომ გუნდის გადაწყვეტილებით ისინი წყვეტენ ევროსაბჭოში მუშაობას. ანუ ძვირფასო ტელემაყურებლობო, კარგად მომისმენთ, ანუ ზურაბ ჟვანიამ სადაც ისტორიული სიტყვა თქვა, მე ვარ ქართველი, მაშა სადა მე ვარ ევროპელიო, აი მაქედან გადიან. ვერ გავიგე რა უნდათ. რას უპირებენ ამ ქვეყანას, რა აქვთ ჩაფიქრებული. ქართველი ხალხის ნაცვლად რატომ იღებენ გადაწყვეტილებას ვერ ხვდები. ვინ არიან, რომ აი ამ 35 წლიან ნაწვალებს ესე ფეხქვეშ გვითელავენ. ამიტომ დროა მოვითხოვოთ რეჟიმის ტყვე საქართველოს გათავისუფლება. უკვე ყველანი ტყვეები ვართ ძვირფასო ტელემაყურებლები. ნუ ეს სერიოზულად მინდოდა რომ მეთქვა, ახლა ამაში ხუმრობას ვერ გაურევდი. საღამო მშვიდობისა ქართველებო, საღამო მშვიდობისა შუაშისტებო, საღამო მშვიდობისა გამპრავებლებო, საღამო მშვიდობისა თუ არ მოგვეწონა გადავირჩევთებო, საღამო მშვიდობისა რაღაც ხომ მაინც კეთდებებო, საღამო მშვიდობისა ევროპისკენ ამაყად ორ ფეხზე მდგარო ადამიანებო, ადექით აგვეხა ქვეყანა. რა გვინდოდა ოცნება, მაგრამ არ გაძღა 2012-ში კორუმპირებული პოლიტიკოსების მუცელი. მაგრამ მოვედი აქამდე. იქიდან მოყოლებული. მაგრამ ყოველ წელს ვიც ვიძახდით, თუ არ მოგვეწონა გადავირჩევთ, ეს შემისაყოლე ფრაზა. წულუკიანმა და მიქანაძემ იფიქრეს, სანამ ევროსაბჭო მიიღებს რამე გადაწყვეტილებას ჩვენი დელეგაციის წინააღმდეგ, მოდი ჩვენ დავასწროთო და დაყენებული მკაცრი სახეებით გააკეთეს განცხადება, რომ ჩვენ გავდივართო იქიდან. ყოჩახ თეა წულუკიანს, ყოჩახ მიქანაძეს, ასეთი გამძლეობა, ასეთი სიმტკიცე, ასეთი დაყენებული სახეები ამ ხელა პანჩურის შემდეგ, რაც ევროსაბჭო ოცნებას ამოწყო, ყოჩახ მათ გამძლეობას მართლა, ძლიერი ხალხი ყოფილან. ყოჩახ მათ მდგრადობას კიდე. სხდომის დაწყებამდე თეა წულუკიანი ძალიან დიდ გულზე იყო და კაცრი განცხადება გააკეთა მე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს ცალსახად უთხარიო, რომ არ მოხდება, არ ჩატარდება 2028 წლამდე ახალი საპარლამენტო არჩევნებიო. ეს გესმით ხალხო? ესე იგი, წულუკიანის კომენტარს უსმენთ რა თქვა, რომ 2028 წლამდეო საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდებაო. ამი უტიფრობას უყურეთ ხალხო. თქვენ მართლა ხომ არ ფიქრობთ, რომ ქართული ოპოზიცია აქ არაფერს აკეთებს და მართლა რიგით ახალგაზრდებს შეატოვეს ეს პროცესები. გესმით ხალხო? 2028 წლამდე ახალი საპარლამენტო არჩევნები არ იქნებაო. მე მინდა ახლა ერთი განცხადება გავაკეთო მთელი ოპოზიციის სახელით. თეა წულუკიანო, ერთი რამე კარგად დაიმახსოვრე. 2028 წელიც აგერ მოვა და შენ მაგ სიტყვებს ინანებ. მთელი ოპოზიციის სახელით ინანებ მაგ სიტყვებს. აი ესეთი მკაცრი განცხადება გავაკეთე მე მართლა მთელი ოპოზიციის სახელით, რომ ინანებს ეს. ერთი ინტელექტუალური კითხვა მინდა დაგისვათ, თუ გამოიცნობთ. ყურადღებით კითხვა. ვისი სიტყვებია წადი, ფისი ქენი და დაიძინე. A. სტაიანშიკი ჟორა, B. ჩემი უბნელი ზურიკო, G. ციხეზე ზონის მაყურებელი ჩორნა, D. კულტურის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი. სწორი პასუხია თეა წულუკიანი. ასე უპასუხა თეა წულუკიანმა ქართველ ემიგრანტს. ვიფასო მეგობრებო, თუ შეიძლება ვნახოთ ეს ვიდეო. ხელი რუსეთშია, არა, ჩემო სიხარულო. ნამდვილად რუსეთში. ადი ახლა, მე ადი როგორ გეკადრება? დურას თუ კაცრავა. სასტუმროში მოხვედი, ფისი ქენი და დაიწყო. კულტურის მინისტრი იყო ეს ქალბატონი. საფრანგეთში აქვს თან დამთავრებული უნივერსიტეტი, მერე სტრასბურგში სასამართლოში მუშაობდა, დღეს იძახის ფისი ქენი და დაიძინე.
ამას ქვია ცხოვრებისეული დაცემა კი არა, ცხოვრებისეული დახეთქება მთელი ძალით. ნახოთ როგორ დაიცვა თეა წულუკიანი ოცნების წევრმა ზურა ხაჩიძემ. მშვიდად ვართ, იმიტომ რომ საქართველოს ყავს თეა წულუკიანის ნაირი მაღალი დონის პოლიტიკოსი. განაცხადა დაბალი დონის პოლიტიკოსმა, საშუალო დონის მომღერალმა და მაღალი დონის პირფერმა ზურა ხაჩიძემ. სხვა სიტყვებით რომ თქვა, ზურა ხაჩიძემ უთხრა თეა წულუკიანს, შენზე ფიქრები მამშვიდებდა. იცი როგორ მაიმედებ, გული გელოდება აბე. ესეთი მოუხდება და შენზე ფიქრები მამშვიდებს. მშვიდად არის ზურა მართალია, მშვიდად უნდა იყოს ზურა, შენ თეა წულუკიანი გიცავს. მშვიდად იძინე, ოღონდ ჯერ ფისი ქენი და ისე დაიძინე. იმედია შეურაცხყოფად არ მიიღებ, ეს შენი რჩეული ღირსეული პოლიტიკოსის დიდებული სიტყვებია. ისე ევროპას რისი იმედი აქვს მე არ ვიცი. ქართული ოცნება რომ არჩევნების დანიშნოს არ აპირებს, ამ ახალი კანონითაც გასაგებია. ნახოთ რა კანონი მიიღეს რამდენიმე დღის წინ. იარაღის შესახებ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სამსახურებრივ საშტატო იარაღის ტარების უფლება ეძლევათ. ცესკოს წევრებს იარაღის ტარების უფლება აქვთ, ხალხო, ძვირფასო მეგობრებო. აქ უკვე სახელიც უნდა შეუცვალოთ ცენტრალური საარჩევნო შეიარაღებული კომისია. ანუ ცესკო, ანუ შეჩაემატა. რადგან უკვე იარაღებით ირბენთ ცესკოში, ბარემ სამხედრო ორგანიზაციათაც რომ ჩამოყალიბდეთ რა, ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ყველა არჩევნების დროს ფაქტიურად ომია და ბარემ ძალოვნები იყავით პირდაპირ, საარჩევნო კაპიტნები კი ყავთ. კალანდარაშვილი იქნება ეს ცესკოს გენერალი და დაყავით თანამშრომლები წოდებებად, რაღაცა იქნება ჩვეულებრივი პატაკები აბარეთ ერთმანეთს და ასე შემდეგ. ანუ კალანდარაშვილს თუ კიდე ვინმე საღებავს შეასხავს, ეგრევე დააჭედებს ტყვიას და ყველას დაიმახსოვრებს თუ ბიულეტინა სითხემ გამოჟონა, აწი თქვენი სხეულებიდან გამოჟონა სისხლი. გამარჯობა, აი თქვენზე ვსაუბრობდი ბატონ გიორგი. ძალიან დიდი მადლობა რომ მოიცალეთ და ანუ ეს უკვე იარაღის ტარების უფლება რადგანაც მიიღეთ, თქვენ უკვე ჩვეულებრივად დადიხართ, გახარებული ვარ ძალიან ახალი საკანონმდებლო ცვლილებით. ძალიან გახარებული ვარ ბატონო, რომ საკანონმდებლო ცვლილებით რა ვიცი და რა ვიცი, მე მინდა რა ვიცი, ვინც ეს კანონი მიიღო, დიდი მადლობა გადავუხადო, რა ვიცი, აბა. ძალიან გახარებული. ესე იგი, ცესკოს თავმჯდომარეს რომ იარაღის ტარების უფლება ექნება, მაგას ალბათ მაგას გულისხმობ, ხო ბატონ გიორგი? და მინდა ჩემს ოპონენტებს მივმართო, რომ შეწყდეს ჩემს მიმართ უარყოფითი შეფასებები და თუ არ შეწყდება მაშინ ამაიდე ლაპარაკებით. გაიგე? რა თქმა უნდა, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში. ბატონო გიორგი, რაში გჭირდებათ ახლა ეს იარაღის სიარული მე არ მესმის უბრალოდ. მინდა გითხრათ რომ ეს არ ყოფილა ჩემი სურვილი. ეს კანონი იმიტომ დამტკიცდა რომ თავი დავიცვათ ბულინგისგან და ნებისმიერი ბულინგის დროს ხალხს დაუხვრიტოთ მუხლები და კოჭები. რა თქმა უნდა, შვიდ და წყნარ გარემოში. არჩევნები გაყავდა. მოვითხოვთ ახალ არჩევნებს. ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. ცეცხლი ოლიგარქიას. ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. ამაში ხა რა მოხდა ბატონო ვარ, მოყოლეთ? არაფერი, შვიდ და წყნარ გარემოში ალბათ. შვიდ და წყნარ გარემოში. კოჭი მოვტეხე. ხა უნდა გავეკიდო ბატონო, თუ ამაც მომიტინგეებში შემასწრო, ვეღარ ვიპოვ. შენა საცა. გავაგზავნოთ ძვირფასო მეგობრებო, ევროპამ ასევე მიიღო დადგენილება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის დიპლომატიური ვიზების გაუქმებაზე. მოკლედ, რომ აგიხსნათ, აი 2017 წელს რომ ქართული ოცნების წევრები იბრალებდნენ ამ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა ჩვენ მოუტანეთო, აი სწორედ ეგენი ვერ შევლენ ვიზის გარეშე ევროპაში. რამდენიმე დღის წინ სამშობლოში ემირატებიდან დაგვიბრუნდა ჩვენი ქოცი მამლუქი, ქართველების ბურჯ ხალიფა, ჩვენი უდაბნოს არწივი შაქრის არკუეს მიყვარს ეს დაწყება. მოდით ნახოთ როგორი ვაშკაცული განცხადება გააკეთა მან აბუ-დაბიში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ნახოთ ირაკლის განცხადება. საამაყო არ არის რაც მოხდა, მაგრამ შეურაცხყოფაზე ყოველთვის ისეთი რეაგირება გვექნება, იმიტომ რომ კაცები და ქართველები ვართ. აბა რა, თქვენ ირაკლი ვიღაცა შიშარა ხომ არ გონიათ? მიაყენებთ შეურაცხყოფას ირაკლის, მიიღებთ პასუხს 24 საათში. დიახ,
ჯერ კარგად გაიაზრებს რა უთხარი, მონა რო დაუძახე, გამყიდველი რატო აკადრე, გამოიძინებს, გაიღვიძებს და ზუსტად 24 საათში მიიღებთ პასუხს. ახლა ირაკლი მუშაობს ამ ინტერვალის შემცირებაზე, მაგრამ 12 საათს ვერ ჩამოსცდა ჯერ. ასია. დაიმახსოვრე დღეს რომ შეურაცხყოფას მიაყენებთ ირაკლის ზეგ შავ დღეში ჩაგაგდებთ. იმიტომ რომ ვაშკაცია. მართალია დღე გამოშვებით, მაგრამ ხო მაინც ვაშკაცი არის კაცი რა. მოდით ნახოთ არცივის მეორე განცხადება. მომავალშიც როცა ანალოგიური პროვოკაცია იქნება, იგივეს მიიღებენ. ამისთვის სულ რომ ციხეში წავიდე, ან ჯარიმა გადავიხადო, ღირსება ყოველთვის მექნება. წინა დღეს რომ აგინა აქტივისტმა და ხელი რომ არ გაანძრია, მაგაზე ჩვენც თვალებს ხუჭავთ ზარქუ. ღირსებაში და კაცობაში ერთდღიანი ჩავარდა, ახლა ვის არ ქონია მესმის. მთავარია ის ვაშკაცობა, მეორე დღეს რომ აღიდგინე, ეგაა მთავარი. გენაცვალე მაგ დადგმულ კაცობაში, ქართველობაში და ვაშკაცობაში პოლიტიკური მგელი ხარ, ირაკლი. პოლიტიკური მგელი ხარ. აი ახლა ეს საინტერესოა, ეს რა მოიტანეთ, ამითაც დადიხართ? რა საინტერესო. ეს არის მატრიოშკას ვეძახი ამას, ბატონო, მატრიოშკა იშლება შიგნი ბევრი არაღი. აბა თუ იცით ახლა რამდენი არაღი მაქვს მე? რეალურად ახლა ერთი არას ვხედავ მე პირადად. 4. 4? 4 სადაა? ეს ერთი. ერთი არაღი. აგეთ მეორე. მეორე. მესამე? ეს მესამე არაღი. აგე. ეს მესამე არაღი, აბა, ბატონო, აბა თუ იცი? ახლა გაჩვენება შენ კაბურას. ხო. და თუ მიხვდები რომელი არაღის კაბურაა, აბა? ჩასადები, აბა, რომელი არაღის ჩასადებია? არ ვიცი, რომელიც უცნაური ფორმა აქვს. ზუსტად ვერ გეტყვით, არ ვიცი. აი, შეხედე? ჩემი ალესილი წორი ჩასადები არაღია. ხოთ დავინახე რომ მორბის ხო? ხო. გაღიზიანებული ამომრჩეველი მორბის ხო? ამას მოიხსნი. შო. გადაჭრილო საძილი არტერია. საძილი არტერია. საძილეს პირდაპირ უჭრი ბატონო. ესე გასაგებია. აი, ჩემ გასაჩუქრად ხონდე შენ. მადლობა. ალბათ შვიდ და წყნარ გარემოში. რა თქმა უნდა, შვიდ და წყნარ გარემოში. ბატონო გიორგი, აი პირველად როდის იგრძენით რომ თქვენი ცხოვრება არ არის უსაფრთხო, ეგ ძალიან მაინტერესებს. მინდა გითხრათ რომ პირველად მიგრძენი დიღმის მასივში. დიღმის მასივში სად? ეპილაციაზე დავდივარი რობაქიძეზე და როდესაც დავწექი წვერის ამაპუტვაზე შემოვარდა აქტივისტი, ექიმს ლაზერზე აუკრა ხელი და ნახევარი ყბა მთლიანად ამომწვა. შვიდ და სწორხაზოვან სახეზე. ნახე, აქ არის, მომეც საღებავი ერთი, მოდი აქ, შეხედი, აქ არის კიდე. მომეც საღებავი. საღებავი არ ჩამისხა, კანი არ დამიწვა, შეახყვარო. ბატონო, უყურე ხარ ვქნა მას თუ ლაზერია დავატაკე შუბში. იქით ეს როლეს რა, აქედან ვიწუთი? იქით, გეხვეწები. კარგად იყავს. ძირფასო ტელემაყურებლებო, დადგა დრო, ჩემს საყვარელ თემას შევეხო. ეს არის კიმბერლი ლოუ. კიმბერლი ლოუს ვიზიტი საქართველოში. მოკლედ რომ აგიხსნათ, ვინც არ იცით, ქართულმა ოცნებამ ამერიკაში იპოვა ვიღაცა ქალბატონი და იმედებს ამყარებს ამ ქალბატონზე, რომ ტრამპთან ეს დაგვილაგებს ურთიერთობებსო. კიმბერლი ლოუ რო აგიხსნათ, აი ვინ არის? აი დიმიტრი ხუნდაძე რო ამერიკაში ჩაიყვანო და გააცნო ტრამპის ადმინისტრაციამ ხარდაჭერი, მაგრამ არა, დიმიტრი ხუნდაძე კიდე რაღაცა სიტყვა ეთქმის. აი მოდი აი ზურა ხაჩიძე რო ჩაიყვანო ამერიკაში, ეგეც არა. ეგეც აი მომღერა ხო აი როგორ იცი, აი ბაჩო და გური რომ ჩაიყვანო ამერიკაში და ეს არისო ჩვენი წარმოება, იგივენაირად აი რაღაცა ეგეთი ადამიანი ყავთ ნაპოვნი აქეთ. მოდით როგორ დახვდნენ კიმბერლი ლოუს აეროპორტში, აი ეს მაინტერესებს და კიმბერლი ლოუს ესეთი ფიქრები ვნახოთ. როგორ იცი რა დაწესებულება ვინ მოგიწვია? არ ვიცი ბატონო მასო. აი ზუსტად ცისფერი მთების სცენარია ძვირფასო მეგობრებო. თან ამ ქალს უცნაურ ხალხს ახვედრებენ. პირველ დღეს ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა უბასპინძლეს. რატო ვერ მივხვდი ზუგდიდის მერე მხედრიონის მეთაურ დოდო გუგეშაშვილს შეხვდა. მანამდე მამა შალვას, მერე ლალი მოროშკინას. ახლა სანახავი დარჩა გოგა ხაინდრავა და შალვა რამიშვილი. სხვა და სრული წარმოდგენა რო შეექმნას ქართულ ოცნებაზე. ორი დღეა დაჰყავთ ქართული ოცნების ხარდამჭერებში და ჯერ ისეთი ვერავინ ვერ გააცდეს დამოუკიდებლად ინგლისურად რო ლაპარაკობდეს.
შეხვედრებიდან ყველაზე მეტად ერთ-ერთი დამამახსოვრა, მოდით ნახოთ. Hello, hi. How are you? Vida, Salvador Kimberly. მოკლედ კიმბერლი ლოუ ჩიხუახუას შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობებზე ისაუბრეს. ჩიხუახუას მერე სოფო ბედიას ქმარიც გააცნეს. რაზეც კიმბერლი ლოუ ძალიან მოიხიბლა, რომ ამ ქვეყანას ასეთი ქარიზმატული მამაკაცები ჰყავს. ფაქტიურად ყველგან დაატარებენ ამ კიმბერლი ლოუს, ახლა მიხავთ ჩინური მედიცინის ცენტრში, რომ ანახონ როგორ კურნავენ წელის დისკის თიაქარს, სიარულის გართულებას და დაბუჟებას. არადა ხალხო, ეს კიმბერლი ლოუ მართლა არავინ იცის ვინ არის. თვითონ ქოცების დიდმა ნაწილმაც კი არ იციან. კი დახვდნენ, მაგრამ ვინ არის არ იციან. ტრამპის ერთ-ერთი ჩვეულებრივი მხარდამჭერია, ინაუგურაციაზეც ვერ შევიდა. გარეთ იძუძგებოდა, ქუჩაში იდგა. მისი გადმოსახედიდან სავარაუდოდ ფსიქოლოგიურ შოკშია, ახლა თვითონ. ვერ ხვდება რა ხდება მის თავს. ამერიკაში რიგითი მოქალაქეა და საქართველოში აღმერთებენ. ვიდა რა ხდება მის თავი ალბათ ერთ ლამას სიზმარში გონია და არ უნდა რომ გაეღვიძოს. აი კონკიას ზღაპარია მისთვის ახლა ეს და არც უნდა რომ დასრულდეს. უნდა რომ ესე ანავარდონ, დაყავთ ესე ვარდის ფურცლებში და დაატარებენ რეგიონ. აი კიმბერლი ლოუ ხოჭაუყოლები და არავინ არ იცის ვინ არის საერთოდ, მაგრამ უხარია თუ ამერიკელია. და ქოცების ხარდა ქოცება უნდა ჩაუწყოს საქმე, აი ეს ქოცებს უნდა ჩაუწყოს საქმე ტრამპთან. აი ეს აქვს რა. მონოლოგის ბოლოს კვლავ მინდა ჩვენი ქვეყნის მთავარ პრობლემას დაუბრუნდეთ ძვირფასო ტელემაყურებლებო. არალეგიტიმური მთავრობა ცდილობს ჩვენი სახელით უარი თქვას ევროპაზე და სრულიად დასავლეთზე. ესე იგი ფაქტიურად უკვე გადაწყვეტილია, რომ საბოლოოდ გაანადგურონ ეს ქვეყანა. შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველოს აიყვანა მძევლად. თავზე იარაღი აქვს მიდებული და იძახის, რომ მე თუ რამეს მიზამთ ჩავიყოლებთ მთელ ქვეყანასო. ანუ ახლა ქვეყანას იარაღი აქვს მიდებული და ძალიან ახლოს არის დრო, რომ როცა ბიძინა აპირებს სასკლეს თითი გამოკრას. ერთი სიტყვით ფილმის ბოლო სცენაა და ახლა ჩვენზეა დამოკიდებული ბედნიერი დასასრული გვექნება თუ ბოროტმოქმედი ფსიქიკურად შერყეული ტერორისტი გაიმარჯვებს. ბიძინას რაც შეეხება, მისი დიაგნოზი ასეთია. უკვე ისეთ სტადიაშია, რომ ჭკუა აღარ მოეკითხება. პატივისცემით იუმორის მეცნიერებათა დოქტორი, დემოკრატიის მკურნალი ექიმი, პროფესორი ჯავახიშვილი. დიდი მადლობა. ჩვენ შოუს მუსიკალ თაფოროს ბენდი, თაუნან ეკოშილის ხელმძღვანელი. მადლობთ. გადაცემის წარმოდგენია PSP.